ეს მამაკაცი რიკი ჯექსონია. თქვენ მის სასამართლო პროცესს უყურებთ. დაბატიმრებიდან 40 წლის შემდეგ. რიკი ჯექსონის შეცდომით დაადანაშაულეს მკვლელობაში 1975 წელს, 12 წლის ბიჭის ცრუ ჩვენების საფუძველზე. ბიჭმა, რომელმაც ზრდასრულ ასაკში აღიარა, რომ ტყუილი თქვა და რეალურად დანაშაულს არც კი შესწრებია, 40 წლის შემდეგ სიმართლე გაამჟღავნა. მისი ადვოკატის მარკ გოდესის თქმით, როდესაც რიკი ბოლოს იყო თავისუფალი, საფოსტო მარკა 10 ცენტი ღირდა. ეს სიტყვები მან კლივლენდში სასამართლოს დარბაზში გათავისუფლებამდე გაიხსენა. ჯექსონმა უამრავი დღე და ღამე ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც არც კი ჩაუდენია. დააკვირდით მის ემოციებს, როგორი გულწრფელია. ეს კადრები შეუძლებელია შენს ემოციებს არ შეეხოს. თითქმის 15,000 ღამე ციხეში. რიკი ჯექსონი თავისუფალი გამოვიდა, მაგრამ არც ფული ჰქონდა და არც ზამთრის სამოსი. ერთ-ერთი ორგანიზაცია მას დაუყოვნებლივ დაეხმარა. ასევე სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღებაზე შეიტანეს საბუთები. რიკი ჯექსონის პირველი თავისუფალი დღეები მედიისთვის დიდი ინტერესის საგანი გახდა, თუმცა შესაძლოა ეს მისთვის ფსიქოლოგიურად დამღლელი ყოფილიყო. ეს არის ისტორიაში ყველაზე დიდი სასამართლო შეცდომა, რის გამოც უდანაშაულო ადამიანმა ამდენი დრო გაატარა ციხეში. სახელმწიფო თვლიდა, რომ რიკი ჯექსონი მსხვერპლი იყო, ამიტომაც მას კომპენსაციის სახით $1 მილიონი მისცეს, თუმცა ვერანაირი ფული ვერ დაუბრუნებს ამ ადამიანს დაკარგულ წლებს. ეს დენიელ ვილაგასია. 1993 წელს, როდესაც ვილაგასი მხოლოდ 16 წლის იყო, ელ-პასოში, ტეხასის შტატში ორი ახალგაზრდა მოკლეს. მაშინდელმა გამოძიებამ სწრაფად მიაკვლია ვილაგას, თუმცა არ ჰქონდა პირდაპირი სამხილი, რომელიც მას დანაშაულში ამხელდა. პოლიციამ გამოიყენა ზეწოლის მეთოდები და ვილაგასი ინტენსიური დაკითხვის შემდეგ ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ დანაშაულის აღიარებას დათანხმდა. ეს აღიარება მისი ერთადერთი დანაშაული აღმოჩნდა და სასამართლომ ამ ყოველივე საფუძველზე ის დამნაშავედ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ვილაგასი ამბობდა, რომ აღიარება ზეწოლის შედეგად მოხდაო, 1995 წელს მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის დარწმუნებული იყვნენ მის უდანაშაულობაში. და ბრძოლა არ შეუწყვეტავთ მის გასათავისუფლებლად. მრავალი წარუმატებელი სააპელაციო საჩივრის შემდეგ საქმე გადაეცა ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ მსგავსი საქმეებით. მხოლოდ 2018 წელს, 25 წლიანი პატიმრობის შემდეგ, საბოლოოდ განმეორებით სასამართლოზე ვილაგასი გაათავისუფლეს. ახალი სამხილისა და გამოძიების თანახმად, მისი აღიარება არასანდოდ ჩაითვალა და საბოლოოდ ის უდანაშაულოდ ცნეს. ეს ემოციური მომენტი იყო როგორც ვილაგასისთვის, ასევე მთელი მისი ოჯახისთვის, რომელიც მთელი ეს წლები უიმედოდ ელოდა ამ დღეს. ეს დევონტე სამფორდია. 2007 წელს დევონტე მხოლოდ 14 წლის იყო. ამ წელს სამფორდი პოლიციამ შუაღამისას ქუჩაში იპოვა მძინარე. იგივე კვარტალში კი ამბიშთან ახლოს 4 გვამი აღმოაჩინეს. სამფორდი ეჭვმიტანილად დაასახელეს და პოლიციამ ის დააკავა. დევონტეზე 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ზეწოლა და დაკითხვა. თავიდან ის არ აღიარებდა დანაშაულს და უკანასკნელი ძალებით იცავდა თავს, თუმცა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ მასზე დიდი გავლენა იქონია და საბოლოოდ 4 მკვლელობა აღიარა. სინამდვილეში მას არ ჩაუდენია არც ერთი დანაშაული, მაგრამ სტრესის ფონზე თავი დამნაშავედ ცნო. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ 23 წლის სამფორდი ციხიდან გაათავისუფლეს. მთელი 10 წელი ის იჯდა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. ის არ იყო მკვლელი, მაგრამ მაშინდელმა დაკითხვის მეთოდებმა ბიჭი ფსიქოლოგიურად გატეხა. დაკითხვა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან არ უშვებდნენ არც ადვოკატს და არც მშობლებს. შედეგად მან ვერ შეძლო ზეწოლის გაძლება და ახალგაზრდამ ხელი მოაწერა აღიარებას. მოგვიანებით, როდესაც მის საქმეს გადახედეს, ბევრი არალოგიკური და ურთიერთსაპირისპირო რამ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ადვოკატთა გუნდმა ეს საქმე თავის თავზე აიღო. მათ ყველაფერი გამოიკვლიეს და შეისწავლეს. სასამართლოში კი წარადგინეს უამრავი მტკიცებულობა, რაც სამფორდის უდანაშაულობაზე მოწმობდა. შეგიძლიათ ნახოთ მისი სიხარული და დედამისის ცრემლები განაჩენის გამოცხადების შემდეგ. წარმოიდგინეთ 2007 წელს მას სასამართლომ 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რომ არა ახალგაზრდა ადვოკატთა ძალისხმევა, ეს ბიჭი ვერასდროს გამოვიდოდა ციხიდან. ანდრე ჰაჩეტი. 1991 წელს ანდრე ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა ყავარჯნებით, რადგან მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მოულოდნელად მას პოლიცია მიუახლოვდა ბორკილები დაადო ხელებზე და ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრე სეირნობდა იმ ადგილას, სადაც ცოტა ხნის წინ ქალი მოკლეს. დაკითხვისას ზეწოლა იმდენად დიდი იყო, რომ ანდრემაც ისევე როგორც წინა შემთხვევაში მოხდა, აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ანდრეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გავიდა მტანჯველი 25 წელი და 2016 წელს ისევ გაიმართა სასამართლო პროცესი. ამჯერად ადვოკატებმა შეძლეს მისი გამართლება. წარმოიდგინეთ უდანაშაულ ადამიანი 25 წელი იჯდა ციხეში იმის გამო, რაც არ ჩაუდენია. ნახეთ მისი ცრემლები გათავისუფლების შემდეგ. ის ამბობდა, რომ მისი შემთხვევა ერთადერთი არაა, ციხეში ის უამრავ ადამიანს შეხვდა, რომლებიც შეცდომით იყვნენ იქ. ეს მართლაც საშინელებაა.
ლოურენს მაკინი. ლოურენსი ტენესის შტატიდანაა. ის ახლა 66 წლისაა. 1978 წელს მაკინი დააკავეს ყაჩაღობისთვის და ქურდობისთვის. იმ დროინდელმა სასამართლომ უბრალოდ გასაოცარი განაჩენი გამოიტანა. 115 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც წესი, იმ დროს ასეთ დანაშაულზე 15 წელს იხდიდა დამნაშავე. 31 წლის გასვლის შემდეგ 2009 წელს ერთ-ერთ სამხილზე აღმოაჩინეს ახალი დნმ. ახალმა სამხილმა დაადასტურა, რომ ლოურენსი არასდროს ყოფილა იმ სახლში, სადაც დანაშაული მოხდა. რა თქმა უნდა, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ციხიდან. ამის შემდეგ მოხდა სასაცილო რამ. ლოურენს კომპენსაციის სახით $75,000 გადაუხადეს. გათავისუფლების შემდეგ მან თქვა, რომ ბედნიერი იყო, თუმცა უდანაშაულოდ გაატარა ცხოვრების ნახევარი ციხეში. ადვოკატებმა სამართლიანად მოითხოვეს, რომ მას $1 მილიონი ეკუთვნოდა კომპენსაციის სახით. დაკმაყოფილდა თუ არა მოთხოვნა არ ვიცით, თუმცა ფაქტი ერთია. თავისუფლება არ ღირს არც 1 მილიონი, არც 2 და არც 3. ეს ხომ შეუფასებელი ძღვენია. კრეიგ კოლი, 44 წლის წინ კალიფორნიაში მცხოვრები კოლი მშვიდად იყო თავის ბინაში. 1978 წელს ის დააკავა პოლიციამ. მას ბრალი ედებოდა ახალგაზრდა გოგონას და მისი 4 წლის შვილის მკვლელობაში. ზუსტად 29 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაირკვა, რომ ამ მამაკაცს დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. მას არანაირი წვლილი არ მიუძღოდა ამაში და სამხილები იყო გაყალბებული. კოლი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს და კომპენსაციის სახით $21 მილიონი მისცეს. კრეიგის თქმით, ეს ფული უბრალოდ ნაგავი იყო და მეტი არაფერი. ლუის ვარგასი. 1999 წელს ლუის ვარგასი დამნაშავედ ცნეს 3 შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობისთვის და 54 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოწმეებმა ის ტატუს მეშვეობით ამოიცნეს. უბედურება ის იყო, რომ იმ დროისთვის მსგავსი ტატო უბრალოდ ტრენდი იყო და ბევრ ადამიანზე შეიძლებოდა მსგავსი რამის ნახვა. თავად ლუისი ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო იყო და ითხოვდა კიდევ ერთხელ გადაეხედათ მის საქმისთვის. ლუისმა გაგზავნა წერილობითი მოთხოვნა კალიფორნიის ერთ-ერთ დაწესებულობაში, რომელიც ძველ საქმეებს განიხილავდა. საქმის გადახედვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორგანული ნივთიერებები და კვალი, რომელიც ნივთებზე იყო, საერთოდ არ ეკუთვნოდა ლუისს. საბოლოოდ 16 წლიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს. რომ არა მისი წერილობითი თხოვნა და ეს ორგანიზაცია ლუის 54 წლით მოუწევდა ციხეში ჯდომა. მისი გათავისუფლებით ყველაზე ბედნიერი მისი ოჯახის წევრები იყვნენ, განსაკუთრებით კი ქალიშვილი, რომელმაც მამის გათავისუფლებამდე საკუთარი ქორწილიც კი გადადო. ეს ჯორდან ჯონსონია. მას ბრალი ედებოდა ძალადობრივ დანაშაულში, რომელიც არ ჩაუდენია. ჯონსონი ციხეში რამდენიმე წელი იჯდა, სანამ მის საქმეს ხელახლა არ გადახედეს. მისი ადვოკატების გუნდი და ორგანიზაციები, რომლებიც დაკავებულნი არიან პატიმრების რეაბილიტაციითა და გათავისუფლებით, დიდხანს იბრძოდნენ, რომ მისი საქმე ხელახლა განხილულიყო. საბოლოოდ ახალი სამხილების და მოწმეების საფუძველზე ჯორდანის სასამართლო პროცესში სამართლიანობა აღდგა. ის გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ჯორდანმა მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სასამართლო სისტემის ხარვეზებზე ყურადღების გამახვილებას. მისი ისტორია დღემდე შთაგონებად რჩება, როგორც მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა სამართლიანობისთვის აუცილებელია. რეიმონდ ტაულერი. ის 29 წელი იჯდა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. 1991 წელს მას ბრალი დასდეს ოჰაიოს შტატში, არასრულწლოვანზე თავდასხმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტაულერი უდანაშაულობას ამტკიცებდა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით 2000-იან წლებში მისი საქმის გადახედვისას სასამართლომ დნმ-ის ახალი მტკიცებულებები შეისწავლა, რომლებიც რეიმონდ ტაულერს უდანაშაულობას ამტკიცებდა. თავისუფლების მიღების შემდეგ მან საჯაროდ გამოხატა მადლიერება მხარდაჭერისთვის, თუმცა დაკარგული წლების გამო ემოციურად მტკივნეული გამოცდილება დარჩა.